პირველი რაუნდი. დაიწყო პირველი რაუნდი. სიმაღლეში უპირატესობა აქვს ლიანა სარატიკიანს. მოარტყა მეორე შედეგიანი იყო ბუკიას დარტყმა ცაცი არის სარატიკიანი. კარგი მარცხენა კიდევ ერთი ბუკიასგან. გამოიწყო შეტევა გარდაბნელმა, მაგრამ დაახევინა, კარგად დაისვა თავი ბუკიამ. მალე ამოიწურება ალბათ პირველი რაუნდის დროც. ზუსტი არ იყო არც ერთი დარტყმა ბუკიასგან. ო, მიიწურა ამასობაში პირველი რაუნდი. უკეთესად მოძრაობს ბუკია, რამდენჯერმე სცადა გარდაბნელმა შეტევაში წასვლა, მაგრამ კარგად დაიხია უკან ხობელმა და თუმცა აგერ ორწყლი დარტყმა მარჯვენა და მარცხენა. სარატიკიანის ზუსტი იყო, შემდეგ უპასუხა ბუკიამ და ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი რაუნდი არის, რაც ნახეთ გოგონებს შორის. გაიხმებით გაიყო პირველი ერთი ხმა სარატიკიანს და 4 ბუკიას. 4-1. მეორე რაუნდი. ხო, ეს ძაფრი ბრძოლა დაიწყო მეორე რაუნდში.
კარგი სერია ქონდა ეხა ბუკიას, ის მეორე რაუნდში დაწინაურდა, შეგვიძლია უკვე ვთქვათ. მარცხენა ჯები სარატიკიანი შედეგიანი იყო. ბოლო წუთია უკვე მეორე რაუნდის თუ ბრძოლაში დარჩენა უნდა ცოტა უფრო უნდა იაქტიოს სარატიკიანმა მას წაგებული აქვს პირველი რაუნდი. რაც შეუტია ბუკიამ ერთი ზუსტი არტყაც ჰქონდა მარჯვენა. ხაცალარი გამოვიწყული ხმები გაიყო დასაწყისში ერთი კარგი სერია ქონდა სამი დარტყმიდან ბუკიას, თუმცა შემდეგ გათანაბრდა რაუნდი. კიდევ გაიყო ხმები სამ საჭთან არის 19 ანუ 3-2 მოიგო ბუკია, მაგრამ საკმარისი არ არის. 4 მეხუთე და მე-4 საჭთან 28 ბუკიას მოგებული აქვს. პირველ სამ საჭთან არის ანგარიში 19-19. ყველაფერი გადაწყდება მესამე რაუნდში, თუმცა ბუკიას უკეთესი სიტუაცია აქვს ომ საჭთან აქვს ორქულიანი უპირატესობა. პირველი სამი მსაჯი გადაწყვეტ სამართაბძოლის ბედს, ესენი არიან დავით შაქარაშვილი, ბესიკ ბარნოვი და ელშან სეიდოვი. ორი რაუნდი მოიგო ხო ბუკიამ, ჯერ იყო 4-1, შემდეგ 3-2, მაგრამ აქ განაწილებას აქვს ხოლმე მნიშვნელობა. ჯერჯერობით საკმარისი უპირატესობა არ აქვს. ისეთ ყველას თანაბარი ბრძოლა, მე-4 ბრძოლას უყურებთ გოგონების ფინალს, სარატიკიანმა მოარტყა მარჯვენა პირდაპირი. დაიწყო შეტევა გარდაბნელმა დაახევინა ბუკიამ. კარგად დაუხდა. მოარტყა მარჯვენა პირდაპირი სარატიკიანმა. კლავაც გარდაბნელის იყო შედეგიანი დარტყმა ბოლო მონაკვეთში ხო მარჯვენა პირდაპირით რეგულარულად შედეგიანი არის სარატიკიანის მესამე რაუნდში. ახლა უკვე ბუკიას სჭირდება გამოცოცხლება. მაწინა ხელით კარგად უყავს სარატიკიანი, მაგრამ მეორე მარცხენას ვეღარ აყოლებს.
ამჯერად დაიწყო მარცხენით და მოარტყა. ბოლო შეტევაში თითო რაფტმა გაცვალეს, უპასუხა ბუკიამ. ბევრიც აღარ დაგვრჩა, რაღაც დაახლოებით 9 წუთი მაქსიმუმ. ეს კარგი დარტყმა იყო ბუკიასი მარცხენას მარჯვენად, შეიძლება ეს გადამწყვეტიც იყო. ბოლო 10 წამი. ბუკია უკეთესი იყო მესამე რაუნდში. ვითომ? მესამე რაუნდის ბოლოში კი, პირველ წუთში ვივიქით. არ ვიცი, ვერ გეტყვით. 2-0 იგებდა, ანუ 2 მსაჯთან იგებდა 2 ქულით, მაგრამ იმასთან მოიგებს ბუკია, დანარჩენი 3 მსაჯის ხელშია, როგორც გითხარით, აი ამ ზოლის ბედა. ამ ბრძოლაში გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონის ტიტული. საჯების ერთიანი გადაწყვეტილებით ესე იგი ბუკიამ მოიგო. აი ბოლო წუთის წყალობით ალბათ. ხუთივე მსაჯმა მას მისცა უპირატესობა, ესე დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ ბოლოს მაინც 5-0 გამოვიდა. ანგარიში რაც ბევრს არ ნიშნავს. ეს ბრძოლა იყო თანაბარი თავიდან ბოლომდე. ლიკა ბუკია პირველი ადგილი, ხობი მეორეზე ლიანა სარადიკიანი გარდაბანი და მესამეზე მარიამ გიგაოვი თბილისი და ანა ხრიკიანი ახალქალაქი.